გამარჯობათ, გაგვივარჯოს ჩვენ ყველას, ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა. და დღევანდელი საუბრის თემა არის ეგო. და შეიძლება ითქვას, რომ ძირითად პრინციპებზე, რომელიც არ იცვლება, რომელიც აყრდენია აზროვნებისთვის და რომელიც უნდა ვეძებოთ რეალობაში, ანუ ობიექტურ რეალობაში, სუბიექტურ რეალობაში თუ სოციალურ რეალობაში და ზოგადიდან წავიდეთ კონკრეტულისკენ და კონკრეტულიდან წავიდეთ ზოგადისკენ, რაც არის აზროვნების მთავარი გზა, ასე ვთქვათ. რაც ევროპის გონების საუკუნეში, ასე ვთქვათ, როცა დაიწყო განმანათლებლობა და ამას მოყვა აფეთქება, ვთქვათ, ფიზიკიდან მერე ფილოსოფიაში, ძალიან კარგად ჩამოყალიბეს, ეს პრინციპები ჩამოყალიბეს, ნათლად ანუ ახალი არაფერი არ არის ამაში, ხო, საკმაოდ ნათელია, უბრალოდ ჩვენ 70 წლიანი იდეოლოგიის გამო გავიხვიეთ ამ სიცხადეების სამყაროში, როგორც მომარდაშვილი იტყოდა, ხო, სადაც ყველაფერი მხოლოდ ერთ განზომილებაშია, ერთ რეალობაშია, ყველაფერი ცხადია, ნათელია, ჩვენ ადამიანები არ ვართ, ჰომო სოვიეტიკუსი არ ცხოვრობს რეალობების გადაკვეთაზე, არამედ ცხოვრობს ერთ რეალობაში და ამიტომ აქ ძალიან ბევრი პრობლემაა, ხო, იმიტომ რომ რეალობა ის არ მომხდარ ძალიან ბევრი რეალობაა. ანუ ამ ყველაფერში ადამიანს ხელს, ანუ როგორ მოახერხა, ვთქვათ, სტალინმა ისეთი იდეოლოგიის შექმნა, რომელიც დაანგრევაც, უხილავი ბორკილების დაანგრევა ძალიან რთულია, ანუ ახალი არაფერი შექმნა, უბრალოდ გამოიყენა ადამიანის სისუსტე, რომელიც ადამიანს აქ დასაბამიდან დღემდე, ოღონდ ასე ვთქვათ, მიიყვანა ასე ვთქვათ, აზრი დამებნა. იდეოლოგიის ხელოვნება მიიყვანა იმ დონემდე, რომელიც მანამდე არავის გაუკეთებია. ანუ რაღაც ახალი ამ კუთხით შექმნა, რომ არა ადამიანობის ყველანაირ ზღვარი გადალახა და შექმნა იდეოლოგია, რომელმაც ჩამოყალიბა ახალი ადამიანი, ჰომო სოვიეტიკუსი, რომლის მთავარი პრობლემაც სწორედ ეს არის, რომ რეალობებს არ უწევს ანგარიშს და ერთ სიცხადის ერთ რეალობაში ცხოვრობს, რომელიც რა თქმა უნდა იდეოლოგიური სიცხადის რეალობაა და იმისთვის რომ ეს დავანგრიოთ, უნდა მიუბრუნდეთ საკუთარ თავს და კარგად უნდა გავიაზროთ, ხო, რისგან შედგება ჩვენი შინაგანი რეალობა და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ძლიერი მომოძრავებელი ძალა ადამიანის არის ეგო. ეგო, რომელიც რომელსაც ვთქვათ, იუნგი გამოყოფს, ხო, ან ვთქვათ, იგივე ფროიდი და ეს მას ვთქვათ, ფილოსოფიურ ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა აფეთქებაშიც არის გარკვეული საყრდენები, რომელთა გააზრებაც მთავარია, ხო, ანუ ჩვენ რატომღაც წარმოგიდგენია ისე პოსტიდეოლოგიურ აზროვნებაში, თუ რა ვიცი, იდეოლოგიურ აზროვნებაში, რომ ავტორიტეტები უნდა აღიარო ისე, რომ არ შეცადო მათი ძირითადი პრინციპების გააზრებას და ამ პრინციპების რეალობასთან დაკავშირებას. და განათლებული მაშინ ხარ უზეპირად ფროიდი, მაგრამ გაგებაში არ ხარ ფროიდი, როგორ გეხება შენ, ან როგორ ეხება სოციუმს, ან როგორ ეხება ადამიანს ზოგადად. მე მაგალითად ამისაცი უნდა გქთვლი, რომ თუ რამდენიმე საყრდენი თავარია რამდენიმე ის საყრდენები გაიაზროთ, თქვენ თუნდაც ფროიდის ფუნდამენტური ნაშრომებიდან, რომლებიც თქვენ გეხებათ, თქვენ რეალობას ეხება, რეალურად გჭირდებათ. და შემდეგ შეძლოთ ამ პრინციპზე დაყრდნობით აზროვნება, ხო, ანუ ზოგადიდან კონკრეტულისკენ წასვლა და კონკრეტულიდან ზოგადისკენ. ასე რომ მე მხოლოდ საყრდენებს ვახსენებ ხოლმე იმ ფუნდამენტური ნაშრომებიდან, რომლებიც მჭირდება სააზროვნოდ და ვთქვათ, არ ვახდეთ ციტირებას, ზეპირად არ მომაგეს ყველაფერი, ბოლომდე წაკითხულიც არ მაქვს, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ფილოსოფიური ნაწარმოებების გაზეპირება და გადაბულბულება უბრალოდ სისულელია, ხო, იმიტომ რომ ფილოსოფია რაღაცაა, რაც რეალობაში გჭირდება, ამიტომ თუ არ ეხები, თუ საჭიროება არ იქმნება, უბრალოდ ვერ შეძლებ რომ გაიაზრო, შეიძლება წაიკითხო, მაგრამ საერთოდ არაფერი გაიაზრო იქიდან და უბრალოდ წაკითხვა არაფერს ნიშნავს.
ამიტომ ამას დავხსნი კიდევ ერთხელ სპეციფიკა ხო ანუ შევთანხმდეთ რაზე ვაგებ მე აზროვნების ველს და რა არის ძირითადი სპეციფიკა იმისა რომ მე ამაზე ვთქვათ არ ვიდაუდოთ ანუ როგორც ფროიდი და იუნგი საერთო ნაშრომებიდან საბოლოო ჯამში ფსიქოლოგიაში ჩამოყალიბდა ეგო სუპერეგო ეგომ დაბალი ვთქვათ ემოციები და დაბალი ინსტინქტები, რომლებიც არის ყველაზე უფრო ძლიერი სასაცილო ინსტინქტები ადამიანში და შემდეგ ამ ინსტინქტების გადალახვით და მართვით, ასე ვთქვათ, სუპერეგო მორალი ადამიანში და ეს ყველაფერი თუ წონასწორობაში არ იქნა, მაშინ ვიღებთ თუ ვთქვათ ეგო მეტსმენად დაიწყო სუპერეგოზე გადავედით ვიღებთ იდეოლოგიას, ხო? რომელიმე ფუნდამენტალისტურ მოძღვრებას, რომელიც ანგრევს ადამიანს, თუ მხოლოდ ინსტინქტებამდე დავედით, რომ ინსტინქტები გაძლიერდა და როგორც ავთანდილი იძახის მსგავსო საქმე, ყოველი მოკლე ამით ვახერია თანამედროვე ფსიქოლოგია იძახის, რომ ყისიერ კმაყოფილებას არ მოაქვს ბედნიერება ადამიანისთვის, თუმცა ჩვენი საზოგადოება აგებულია ამაზე, ხო, მიღწეული და კმაყოფილების იმპულსზე, რომელიც სწორედ ამ ხორციელი ეგოს სურვილია, ხო, რომ მას უნდა ყველაფერი ეგრევე დაიკმაყოფილოს. მიიღოს რაც უნდა. ანუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს განვიხილავთ ლიტერატურული თვალსაზრისიდან, თუმცა ლიტერატურული თვალსაზრისიდან ვერ განიხილავთ, თუ საფუძვლები არ გაქვს, თქვათ, ფსიქოლოგიის თანამედროვე მეცნიერებების და მიღწევების გააზრება, თუ არ შეგიძლია და მათი დაკავშირება ლიტერატურით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, ხო, როგორც ილია იძახდა, მეცნიერება უნდა გავარელიგიუროთ და რელიგია გავამეცნიერულოთ, იგივე ეხება ლიტერატურასაც. ანუ ბევრი რამ აღარ გავაგრძელო, ეგო, ანუ ის ძირითადი საყრდენები, რომლებზეც ვილაპარაკეთ, სიყვარული, მე მგონი სიყვარული, ტირანია, ხო, კეთილი მწყემსი და ბაროტი მწყემსი, ხო, კრიტიკული აზროვნების ძირითადი პრინციპები და ახლა ეგო არის ის ომი, კიდევ ამასაც ვილაპარაკეთ, ხო, არის ის ძირითადი საყრდენები, რომლებშიც მე რაღაცები შეგვიძლია ცალ-ცალკე მოკლედ განვიხილოთ, ანუ უფრო ასეთი მასშტაბური, ვთქვათ, პრინციპების ახსნას არ შევეცადოთ, რომელიც ფუნდამენტური პრინციპებია და რომელთაც საუბარი ცოტა უფრო რთულია, იმიტომ რომ ზოგადია, ყველაფერი დაგებნევა აზრი და მოსმენილიდან მე გიჭირს შეკრება რაღაცების, მაგრამ ეს აუცილებელი პროცესია იმისთვის, რომ ეს ძირითადი საყრდენები აზროვნების გავიაზროთ. მე მგონია, რომ ჩემი ჯახირი, ასე ვთქვათ, ამ თემაზე, რომ ძირითადი პრინციპები ახსნა, ეგოთი მთავრდება და შემდეგ საუბრები ცოტა უფრო კონკრეტული იქნება, ვთქვათ, კონკრეტული მოთხრობის განხილვა, კონკრეტულ თემასთან მიმართებაში, იმიტომ რომ საფუძვლები გვეცოდინება და გვეცოდინება საიდან ამოდის ჩემი მსჯავრობა. ეგო ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი საკითხია და ეგო გაგვაჩნია ყველას, როგორც ვთქვათ, ეს არის ყველაზე უფრო ძლიერი ინსტინქტი ჩვენში, მაგრამ თუ ეგომ დაგაბრმავა მტრისას, ხო, მაშინ შენი საქმე კარგად არ წავა, ამიტომ უნდა როგორ გვაბრმავებს ეგო და როგორ შეიძლება რომ ეგოთი მართო ადამიანი, ანუ ეგოს ძირითადი ის არის ჯერ მსოფლხედვა, ხო, როდესაც სამყაროს უყურებ ეგოს კუთხით და როგორ უყურებ ამას, მერე არის პროექცია და შემდეგ რაციონალიზაცია. ანუ ეს სამი რაღაცა, რაც უნდა აღმოაჩინო შენ თავში, კრიტიკულად შეხედო საკუთარ თავს, აღმოაჩინო და გაჩერდე, იმიტომ რომ თუ არ გაჩერდები, ამას კარგ შედეგებამდე არ მივყავართ. ანუ მაგალითად ეგოთია მართული თათქარიძე, ლუარსაბ თათქარიძე, პლატონი, ეგო გააჩნია ავთანდილსაც და ჩვენ მთელი ავთანდილის გზის განმავლობაში ვუყურებთ, როგორ ებრძვის ავთანდილი თავის ეგოს და როგორ ყალიბდება მორალურ ადამიანად, იმიტომ რომ ავთანდილის წასვლის მიზეზებიდან ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური ესეც არის, ხო, რომ რაც თეორიაში ვისწავლე, ის პრაქტიკაში ნოცადო, მე არ ვიქნები ზნეობრივი ადამიანი თუ სიტყვა საქმედ არ ვაქციე და ამავდროულად ავთანდილი კარიერის დახმარება
თქვა ტარიელის დახმარებისას ავთანდილი პოულობს საკუთარ თავს, იხვეწება, იზრდება, ვახავს შიშს, ვახავს რებრძვის რაციონალიზაციას, ცდილობს სამყაროს უფრო ფართო ხედვას იყალიბებს და ასე შემდეგ. ავთანდილი იზრდება. რა თქმა უნდა, ეს უცხოა იმ ასე ვთქვათ, ლიდწოდნობისთვის, რომელიც იდეოლოგიაზე აგებული და იცავს, რომ ავთანდილი იდეური გმირია, იმიტომ რომ იდეოლოგია ასე გეუბნება, ხო, რომ ჩვენ ყველაფერი როგორც იგი იძახის, იგი ქარშხაზე იძახის ყველაფერი რაც არის უკვე იყო და ასევე იქნება. იდეოლოგია ამაში გაჯერებს, მაგრამ იგი მიცის, რომ ყველაფერი იბადება სადღაციდან და ყველაფერი შენში იბადება და რაც შენში იბადება, მე შენი არჩევანი თვითარდება ან კვდება, პასუხისმგებლობა ადამიანზეა და ესე არის, რომ ყველაფერი რაც არის უკვე იყო და ასევე იქნება, ხო? რომ პასუხისმგებლობა აიცილო და არაფერი გააკეთო. ასევეა გმირებზეც როცა ვლაპარაკობთ, არ არსებობს ყოველი ერთ-ერთი ციტატები, ხშირად ხვდება ხოლმე კურსში და რაღაცები მომახსოვრდება, ავტორები არ მახსოვს, მაგრამ კარგი ციტატებია, ხო? ყოველი ავაზაკი წმინდანი იყო და ყოველი წმინდანი ოდესმე ავაზაკი იყო, ხო? ყოველ წმინდანს აქვს ისტორია და ყოველ ავაზაკს აქვს მომავალი. ასეთი თქმით შეიძლება იყოს. დროში და განვითარების პროცესში შეჩერებული არაფერი არ არსებობს. ადამიანი მუდმივად ვითარდება, ან თუ არ უყურებთ საკუთარ თავს, თუ არ მუშაობთ საკუთარ თავზე, მაშინ დეგენერაციას განცდით, ხოლო თუ მუშაობთ, მაშინ წინ მიდიხართ ავთანდილებით. და ამაში ძალიან, ამისი ამოსავალი წერტილი არის ხიზლად იყოთ საკუთარ ეგოსთან. თავიდან აიცილოთ რაციონალიზაცია და თავიდან აიცილოთ პროექცია. და ამაში დაგეხმარებათ ლიტერატურა, იმიტომ რომ ის გმირები, რომლებიც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები არიან, მაგრამ განსხვავებით ადამიანებისგან ისინი უფრო გაქვავებული იდეების განსხეულებანი არიან ადამიანის ფორმით, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიგებთ ვერაფერს თუ არ არის, ასე ვთქვათ, გაადამიანებული რაღაცა, ყველაფერს ვიგებთ ამბით, ყველაფერს ვიგებთ თუ ადამიანზე გადავიტანთ, მაგალითად არ გვეხება ჩვენ მთელი ეს ომის რაღაცა ამბები, ვთქვათ, თუნდაც უკრაინის თუ კონკრეტული ამბავი არ ვიცით, ხო? მაგალითად პატარა ბიჭისა, რომელმაც საზღვარგარეთ გადაახადა, ამ ამბით უკვე მთელი მსოფლიო აბსოლუტურად სხვანაირად იაზრებს უკრაინის ომს, იქ მხატვრები რაღაც ხატავენ, იქ ვთქვათ, მომღერლების სიმღერებს ქმნიან და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი ბუნება, რომ ყველაფრის ისნა მოვახდინოთ, ასე ვთქვათ, გահუმანიზირება. გახუმანოიდება, სხვანაირად არ გვესმის. ასე რომ ლიტერატურული გმირები, ასე ვთქვათ, გახუმანოიდურებული იდეები არიან, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავდებიან, რომ ასე ვთქვათ, გაჩერებულები არიან, ხო? იდეათა სამყაროში არსებობენ როგორც უძრავი ენერგია, ერთი ფორმის ენერგია, რაც ჩვენ ცოცხალ ადამიანებს არ გვაქვს, იმიტომ ჩვენ მუდმივად ვიცვლებით, ხო? ჩვენ ერთ წუთში შეიძლება ავაზაკი ვიყოთ, მეორე წუთში წმინდანი, წამში სხვას ფიქრობს, მეორე წამში სხვას და სწორედ ამიტომ გვიჭირს საკუთარი ენერგიების მართვა და სახელების დარქმევა, ვთქვათ, პოეტისა და ეთილისთვის. ამიტომ ლიტერატურა, რა თქმა უნდა, გეხმარებათ, მაგრამ გააზრებაში, საკუთარ თავის გააზრებაში, სწორედ ამიტომ და ეს მიზანიც აქვს, ხო, ისე არა, რომ თათქარიძეს წაიგეთ, თათქარიძეს უყურებთ და დასცინოთ, ან პლატონს დასცინოთ, იმიტომ რომ პლატონის და თათქარიძეც ჩვენშია, ოღონდ ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, რომელიც დიდმა ავტორიტეტმა ილიამ წარმოთქვა და ამიტომ უნდა დავეთანხმო, ხო? არამედ ეს სრულ ჭეშმარიტება და ამის გააზრება აბსოლუტურად შესაძლებელია და ამას ვცდილობთ ახლა ჩვენ. ეგო, შეიძლება კონკრეტულზე გადავიდე, ხო? სოფხედვა როგორია ეგოსი, როგორია ადამიანის სოფხედვა, რომელიც სამყაროს საკუთარი ეგოდან უყურებს. ამ ადამიანისთვის მტერი არის, ვისაც ჩემთვის ცუდი უნდა, ვინც ქმნის სიტუაციებს, სადაც წუხდები და მაკლია, ხო? რაც რა თქმა უნდა ლოგიკურია, მეტყვით, რომ აბა როგორ უნდა იყოს. შევთით. როგორ უნდა იყოს და სიკეთე ის კი არ არის, რაც მხოლოდ შენ დაგაგრებს და შენ შეგაწყობს და გასუსტებს და გადგინს. არამედ სიკეთე, ან ცუდი, ან მტერი ის არ არის, ვისაც ჩემთვის ცუდი უნდა. არამედ სიკეთე ის უნდა იყოს, რაც ყველას არგებს. ჩემთან ერთად სხვებსაც არგებს.
სიკეთეში უნდა მოიაზრებოდეს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, ხო? ჩვენ კი განსაკუთრებით ქართველებს როგორც ერს გვაქვს ეს უკიდურესი ეგოიზმი, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ავაშენოთ საზოგადოებასაც თავისი სოციალური იდეალური ჩვენ ვცდილობთ რომ იდეალური სოციუმი შევქმნათ, ხო? რაღაც იდეალური ნიღბები მოვიღოთ საზოგადოებაში, იდეალური დედები ვიყოთ, იდეალური მეუღლეები ვიყოთ, იდეალური მოქალაქეები ვიყოთ ნაკლებად. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, მაგრამ გვაუწყდება ის, რომ ეს სოციალიზმის დამახასიათებელი პრობლემაა, ხო? რომ სოციალიზმი თვლის, რომ ინდივიდი არაფერია და მორალი შიგნით კი არ უნდა ეძებო, არამედ სოციუმი ქმნის რაღაცას, ხო? ამაზე მქონდა ზუსტად დავა 2 თვის წინ, რომ სოციუმი არაფერს არ ქმნის, ყველაფერს ქმნის ინდივიდი, ხო? ინდივიდი რომ გახდე ამისთვის შიგნიდან უნდა უყურო რაღაცებს და კითხვები უნდა დასვა, ხო? პირველი არავის არ გაუკვირდება თუ იცით, რომ მტერი ისევ ისე ჩემთვის ცუდი უნდა, ხო? მაგრამ სინამდვილეში ეს ეგოისტური ხედვაა, სინამდვილეში უნდა მოვიაზროთ ჩვენთან ერთად სხვაც, ხო? მტერი ისევ ვისაც ბევრისთვის ცუდი უნდა. რატომ არის და ძალიან ძნელია ამ ილუზიაში შევეშვათ, რომ მე განსაკუთრებული ვარ, მე ერთადერთი ვარ, მე უნიკალური ვარ, მე ამ ჩემი გადასახედიდან ვუყურო სამყაროს, რომ საკუთარ თავი ვაღიარო, როგორც ყველაზე დიდი ღირებულება ამ ქვეყნად. ამის მორევა ძალიან ძნელია, ეს აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს და ამის მორევა ადვილი არ არის, მაგრამ თუ ფხიზლად იქენი, თუ დააკვირდი საკუთარ თავს, თუ დაინახე სხვა ადამიანში იგივე პრობლემა და გაიაზრე, რომ შენც იგივე პრობლემა აქვს, რომ სხვებს შეხედი არა განსჯის თვალით, არამედ იმ თვალით, რომ მეც ადამიანი ვარ, ის ადამიანია, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებით, ეს თანამედროვე ლიბერალური იმის მოძღვრების, იდეოლოგიური მოძღვრების ძირითადი პრინციპი, რომ ჩვენ ერთმანეთს არაფრით არ გვგავართ, სრული სისულელეა, რაზეც ჩემოსწავლეებთან დიდი თავა მქონდა, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ერთნაირად ვიბადებით და ერთნაირად ვკვდებით, ერთნაირად გვტკივა, ან შეიძლება ერთნაირად არ გვტკივა, მაგრამ ყველას გვტკივა, ერთნაირად არ გვიყვარს, მაგრამ ყველას გვიყვარს და ადამიანი ძირითადად იგივე პრინციპებისგან შედგება, მცირე ვარიაციები, ინდივიდუალური ვარიაციები შიგნით არის, მაგრამ ერთი საფუძველი გვაქვს ყველას, ხო? ამიტომ ამ გადასახედიდან მე არაფრით უკეთესი არა ვარ სხვა ადამიანზე, იმიტომ რომ ჩემი ტკივილი იმის ტკივილზე უფრო დიდი არ არის. გარედან შეიძლება ჩანს ესე, ხო, რომ რა აქვს იმას აწუხარ, რომ მიჭირს ყველაფერი ბედურება, მაგრამ შინაგანი განცდა ყველას ერთნაირია, ამიტომ თავარი შინაგანი განცდა, თავარი ის არ არის გარედან რა გჭირს, თავარია შიგნით როგორ განცდი და განცდა აბსოლუტურად ყველას ერთნაირად ეგოისტურად მტკივნეულია, ამიტომ დამოკიდებულებების გააზრება ძნელი არ არის. ასე ვთქვათ, ისევ ძალიან რთულია ზღვარი, იმიტომ რომ ზღვარი სიბრძნესა და სისულელეს, ფილოსოფიასა და იდეოლოგიას, კეთილმოძღვრებას და იდეოლოგიას და სიკეთისა და ბოროტებას შორის ძალიან ვიწროა. ადამიანს ხშირად ლოგიკურ აზრობრივ, როდესაც ლოგიკურად აზრობრივად ახალიბება ამ ყველაფერს ძალიან ხშირად გიწევს სხვადასხვა პოზიციებიდან საკითხის შეხედვა და სხვადასხვა პოზიციებიდან საკითხის სხვადასხვანაირად ჩანს, მაგრამ იმ პოზიციიდან ის ჭეშმარიტება გააჩნია, რა პოზიციიდან უყურებ, ყოველთვის უნდა გაიაზრო, რა პოზიციიდან უყურებ და თუ ამ პოზიციიდან შევხედავთ, ხო, რომ ეგო გვეუბნება, რომ შენ ყველაზე განსაკუთრებული ხარ, შენ ერთადერთი ხარ, შენ მარტო შენ თავს უკვდები, შენ ეს გჭირს, ის გჭირს, ამიტომ უფრო შენ ტკივილი უფრო დიდია, სისულელეა, იმიტომ რომ თუ იმ პოზიციიდან შევხედავთ, რომ რანივართ ადამიანები და რა გვაკავშირებს, ყველანი ერთნაირები ვართ, დიდად ერთმანეთისგან არ განსხვავდებით, ხო? და ერთნაირად განვცდით ყველაფერს. მაშ რა არის, ვთქვათ, ინდივიდი, სად უნდა ვთქვათ, რომ მე ინდივიდი ვარ. ინდივიდი არის ისევ ქარჩხაძეს დაუბრუნდეთ, ნაწარმოების სათაური იგი, ხო? ინდივიდი არის ის გონი, რომელიც განზრდგება ეგოსგან და ახერხებს, რომ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს, საკუთარ თავს შეხედოს როგორც ერთი მრავალთაგანი, ხო, ვთქვათ, ვინ არის ეს თეონა, ერთი მრავალთაგანია, ეგეთი გოგოები ბევრი არიან, ეგეთი პრობლემები ბევრს აქვს და მოდი ვნახო ისინი როგორ უმკლავდებიან ამას და შევეცადო, რომ აქედან რაღაცა კანონზომიერებები დავადგინო და მე ამ კანონზომიერებებიდან გაკვეთილები ვისწავლო, ხო, რას ვთქვათ,
პლატონს არ აქვს, ანუ პლატონი ფიქრობს, რომ ის განსაკუთრებულია, მისთვის მოიცალა ეპოქალურმა ცვლილებებმა, მისთვის მოხდა რევოლუცია, მის ჯინაზე მოხდა რევოლუცია და დააკვირდით ქართველებს ეს დღესაც პლატონს ძალიან გევართ, ხო, დღესაც ყოველდღე ჩემ ჯინაზე ჩაიგდა ამერიკის საზღვრები, ჩემ ჯინაზე შეიცვალა პრეზიდენტი, ჩემ ჯინაზე მოხდა ეს, ჩემ ჯინაზე მოხდა ეს. უყურებთ არა ეპოქალურ ცვლილებებს, ვცდილობთ არა განზე გავდგეთ ჩვენი პატარა პრობლემებისგან, ვთქვათ, კალთისგან, რომელშიც ფუჭი გარჯა და ფუსფუსია და ეს დამოუკიდებელმა გონმა შეხედოს რაღაცებს მიუკერძოებლად, ხო? და ვაღიაროთ, რომ ჩვენც ერთ-ერთი ვართ, პატარა ერთ-ერთი ნაფოტი ვართ, ამ რა ვიცი, ტვირის ნაწილაკი ვართ ამ უამრავ ადამიანში. მაგრამ ამას დავასჭირდება, ხო, ამის გაკეთება ადვილი არ არის, მაგრამ წამითაც თუ მოაღწევს ადამიანს საკუთარ თავს მოწყდეს, მაშინ უკვე პროცესები თავისით იწყება, როგორც იგი შევდება, ხო? იგი, ანუ, რა თქმა უნდა, კიდე სხვა საკითხია, იგი მართვალი ვარდება, დიდი ბელადი აგდებს ამის მაგალითს, მაგრამ წამით იგი იმართება, ხო, წამით ხედავს ცალს. და აქედან უკვე იწყება მთელი ის გზა, რაც არის. პლატონი წამითაც ვერ ახერხებს, რომ საკუთარ პრობლემებს მოწყდეს, მისი ეგო იმდენად ძლიერია და ამ ეგოს ეს ეგო რო ასეთი ძლიერია, ამისი ეს რა თქმა უნდა მისი ბრალი არ არის, იმიტომ რომ იგი გაიზარდა ისეთ საზოგადოებაში, რომელმაც ჩაუნერგა, რომ ის თავადია უფრო მაღალ დგას სხვაზე დაბადებით, ეძლევა ყველაფერი სამოთხეში უნდა ცხოვრობდეს, ყველაფერი მისთვის ირგვლივ ადვილი და ის უნდა იყოს რომ ისეც რომ ის გამორჩეული, განსაკუთრებული იგივე უარსაფრად გარდასაც იგივე განცდა, ხო? მაგრამ ინდივიდი სწორედ აქ არის, ხო? ინდივიდს შინაგანი ძალებით შეუძლია რომ გადგეს გვერდზე, შეხედოს სამყაროს, სოციალურ მოვლენებს და საკუთარ თავსაც როგორც ასე ვთქვათ, დაკვირვების ობიექტს, შეიძლება ცუდად ჭარბს, მაგრამ ასეა. და ამ პროცესში დაივიწყოს საკუთარი თავი, გავიდეს ეგოდან და სხვა ადამიანების განცდები ისე განიცადოს, როგორც საკუთარი. და ამ განცდით დამძიმებულა და ადამიანების შიგნიდან შეხედოს და არა გარედან ადამიანის ტკივილი განიცადოს, რაც ასე რთული პროცესია. და აქედან გამოვიდეს იმ ნამდვილი საგანძურით, რომელსაც ქვია სულიერი ზრდა. ხო, ანუ არა და ეგოისტები ძირითადად იძახიან, მე ერთი ვარ, ჩემი განავალი არ ყავს, ხო? ეს პრაქტიკული მაგალითები გვეხმარება კიდე, თუმცა უხეში შეიძლება, მაგრამ ესეა, თუ ეს განავალი უფრო ყავს, ვიდრე საკუთარი ვსკოთ, თავარი ისა, რომ ჩვენ ვიბადებით ეგოისტებად. ხო, შემდეგ განვითარების რა, იმიტომ რომ გვჭირდება ჯანსაღი იყო, ყველას გვჭირდება რომ გადავჩეთ, მაგრამ განვითარების რაღაც ეტაპზე შენში იგი უნდა დაიბადოს, ხო? იგი უნდა გახდე, გვერდზე უნდა გახვიდე და ისე შეხედო შენ თავს. ანუ კიდე რას გიშავებს, თქვათ ის, რომ მტერი გონია, ვისაც ჩემთვის ცუდი უნდა, ქმნის სიტუაციებს, რაც ტკივას უხდები და მაკლია. იმიტომ რომ ცოტა ხნის მერე ყველა მტერი ხდება შენი, ხო? იმიტომ რომ ყველა რაღაცას ითხოვს შენგან, მაგალითად პლატონისთვის ყველა მამამისიც მტერია. ცოლიც მტერია, იმიტომ რომ ცოლიშვილებსაც ჩემს და პლატონით უხდება. მამას სურვილები აქვს და პლატონით უხდება. შვილებიც მტრები არიან ჯერ დაუბადო, იმიტომ რომ უფრო მეტი უნდა იმუშაოს პლატონმა. ასე რომ ესეთი დამოკიდებულება საბოლოო ჯამში მტრების ჯარს გიჩენს. დიდ უზარმაზარ კედელს აშენებს შენსა და სამყაროს შორის. ანუ სიძულვილით გავსებს და მიზანტრებს ხდის, ხო, სადაც მე პლატონი იძახის, რომ უნდა გაწყდეს, გაიწმინდოს ეს ქვეყანა, ომი თუ გაწმენდეს ამ ქვეყანას და მალთუსის თეორია, რომელსაც ბიბლიათში ხშირად ახსენებს ხოლმე ამაყად, მალთუსმა თქვა, რომ ომები წმენს ქვეყანას, ანუ ეს მიზანტროპული დამოკიდებულება, რომელიც მთლიანად ეგოზია აგებული და კიდევ ერთი ცხადი მაგალითი იმისა, რომ სტალინმა ადამიანთა ეგო გამოიყენა იმისთვის, რომ შეექმნა ჩაეხშო ყველაფერი კარგი ადამიანებში და შეექმნა ახალი ტიპის ადამიანი, რომელიც ერთ სიცხადეში ცხოვრობს და ერთადერთ ჭეშმარიტებად აღიარებს საკუთარ ეგოს. რასაც თუ გაიხით, გამოიხედავთ, კარგი არაფერი მოაქვს. ანუ მეგობარი შენთვის, როცა ეგოთი უყურებს სამყაროს, არის ის, ვინც აამებს შენს პატიმოყვარეობას, ხო? რას მიქვია თბილისის ყოველწხვა შენთვის, სოფელი სამართლიანია, სოფელს მე უნდა უყვარდე, იმიტომ რომ სხვაზე უკეთესი ვარ, არ ვიპარავ, არ კლავ, არ ვარღვევ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც უფრო მეც გიშოვებს სოფელი, ანუ
არ ვიყავ არ ვიყავ საზოგადოებრივ წესრიგს. ერთ-ერთი კიდე დიდი ილუზია ამაზე აქვს საკუთარი მორალი, ხო? იმიტომ რომ შენ არ იპარავ არ აღარ საზოგადოებრივ წესრიგს, იმიტომ რომ ალბათ კარგ ოჯახში გაიზარდი, ალბათ არასდროს მოგშიებია და არ დაგჭირვებია მოპარვა, ალბათ არ დაგირღვევია საზოგადოებრივი წესრიგის სწორედ ამ მიზეზების გამო, რომ ასე ვთქვათ, სოფელმა შენ მოგცა და ვიღაცას დაართვა, ხო? მოდი შეიძლება ახლა კიდე რაციონალიზაციას დავიდეს და ვიღაცამ თქვას, რომ კი არიან ვთქვათ კარგ ოჯახში გაზრდილი შვილები, რომლებიც მაინც იპარავენ, მაინც რაღაცა წესრიგს და ამ შემდეგ. ხო, მათ შინაგანი პრობლემები აქვთ, ხო, შეიძლება მატერიალურად არ აკლდათ, მაგრამ სულიერად აკლდათ და სულიერი სიცარელე, რა თქმა უნდა, გიბიძგებს ამ ყველაფრისკენ. ანუ შენ მატერიალურადაც მოგეცა და კეთილი მშობლებიც მოგეცა. შენ დამსახურება არ არის, ხო? პირველ რიგში რაც უნდა გავიაზროთ არის ის, რომ ის გარემო, სადაც ვიზრდებით, ჩვენი დამსახურება არ არის. კარგი ოჯახი ჩვენი დამსახურება არ არის. უბრალოდ შემთხვევითობა. ამიტომ ამაზე ვერ ააგებს საკუთარ მორალს, ხო? და იმაზე ვერ ააგებს საკუთარ მორალს, რომ ის იპარავ, შენ არ იპარავ. იმიტომ რომ იმას წაერთვა შენ მოგეცა. ეს შენი დამსახურება არ არის. მაშ რა არის შენი დამსახურება, როგორც ილიერებნებათ არქალიძეს უკი, მაგრამ ის გააკეთე, რაც უნდა გაგეკეთებინა. იყავი შენც, ვითა მამაზეც სრული გააკეთე და ქრისტეს პირველი მოძღვრება ხო გიყვარდეს, მოყვას შენ, ვითარცა თავი შენ. გაიაზრე, რომ სოფელი არც სამართლიანია, არც უსამართლო სოფელი, უბრალოდ გოგრილია, რომ თუ შენ გეძლევა პასუხისმგებლობა გაქვს, რომ ვისაც წაერთვა, იმას დაუბრუნო, იმიტომ რომ ძალა ამას ნიშნავს, ნამდვილი ძალა ხო პასუხისმგებლობას იღებს ხებზე, ანუ და არა ის, რომ ეგოისტური დამოკიდებულება, რომ მე მაგ ესე იგი სხვაზე უკეთესი ვარ, ამიტომ მე ყველაფერს ვიმსახურებ, ხო რა ჩვენ საზოგადოებაში უფრო ხშირია. და რომ ანუ კაცის სამართალი სხვა არის და მართალი სამართალი სხვა არის, ღვთის სამართალი სხვა არის, იმიტომ რომ კაცის სამართალი ამ ოღროჩოღროწითი სოფლის ოღროჩოღრობას ის არ უყურებს, ის სჯის ადამიანს, ხოლო ღმერთი უყურებს სამყაროს ოღროჩოღრობას და ისე განსჯის ადამიანს. ანუ ღმერთი განსჯის სუფთა დაფაზე, ასე ვთქვათ, იმის მიუხედავად სად დაიბადე, ვინ ხარ, როგორი ხარ, ამას არ აქცევს ყურადღებას, არამედ შენ დამოკიდებულებას აქცევს ყურადღებას, ხო, როგორ უკავდები გარემოებს, როგორ იბრძვის სიკეთისთვის, რა რწმენა გაქვს, ხოლო ადამიანი გარდან უყურებს მეორე ადამიანს და დამსახურებად უთვლის იმას, რომ ვთქვათ, მორალურ დამსახურებად უთვლის იმას, რომ ვთქვათ, კარგ ოჯახში გაიზარდა, ვთქვათ, ავიღოთ მეძავი, ხო, რომ ქრისტე იცავს, რომ მეძავს ეს რომ ვთქვა იმან, ვინც თვითონ უცოდველია და ყველა რო აიხედავს, რომ რაღაც ხაზავს ქვიშაზე და ამას ეუბნება მეძავის ჩასაქოლად მოსულ ხალხს და რო აიხედავს, ყველას დასულია, ყველამ დააგდო ქვა და წავიდა, ხო? თუმცა დღეს ნაკლებად მოსალოდნელია ქვა დააგდონ ადამიანებმა იმდენად ვართ განსჯაში, ეგოიზმი იმდენად და ერთ-ერთი სურათი აქ ინტერნეტში ხული სურათები, სადაც სიზიფეს მითზე აგებული კარიკატურა, სიზიფე ღმერთები მოატყუა ჰადესთან, ანუ ჰადეს სიკვდილი მოატყუა და კიდე დიდი ხანი იცოცხლა და ამის გამო ღმერთებმა დასაჯეს და სიკვდილის შემდეგ მიუსაჯეს დიდი ლოდის აგორება მთაზე, რომ როგორც კი წვერზე აიტანს, ლოდის ვარდება და სიზიფე მის თავიდან აიტანოს და ასე გრძელდება მარადისობა, რაც არის სიმბოლო ადამიანური ყოფიერებისა, რომ ადამიანს ზიდავს და საბოლოო ჯამში შედეგი არ არის, ხო? ამ ქვეყნად შედეგი არ არის და თითქოს ყველაფერი უაზრობაა და ნიჰილიზმის ერთ-ერთი ფორმა, ანუ სიმბოლოს როგორც თუნდაც გადააზრება აქვს სხვადასხვა სიტუაციაში და იმას სიმბოლოს სწორედ ამიტომ არის იდეალური, რომ არასოდეს ცდება, ასევე სიზიფეს მითის გადააზრება ბევრნაირად შეიძლება და პრაქტიკულად ქვაკუთხედია ხატოვანი მეტაფორული აზროვნებისთვის და ლიტერატურული ენისთვის. და აი ამ ნახატში სიზიფეს ლოდი კი არ აქვს, არამედ საკუთარი უზარმაზარი გასიეული გოგრა თავი. ანუ რომელიც არის სიმბოლო თანამედროვე საზოგადოების ეგოიზმისა. ხო, სად ვიყავით? ეგო სამყაროს უყურო, ეგოისტური თვალთა ხედვიდან ყოველს ცუდი ეს არის, რომ გაგიჟებს, გაძულებს ყველაფერს, მიზანთრობს ხდის, გაწყვეტს რეალობას და ანუ ეგოდან გამოსვლა კიდე იმიტომ არ გვინდა, რომ მაგალითად რაც უფრო ვიწროა ჩვენი
ამასაც ფსიქოლოგიაში, თანამედროვე ფსიქოლოგიაში ეძახიან კომფორტის ზონიდან გამოსვლას, ხო, როცა რაღაც ახალს სწავლობ, ზღვარი უნდა გადალახო ის ზღვარისაც კომფორტულად გრძნობ თავს, ანუ ის სივრცე, სადაც იცი ყველაფერი, ხო, ფსიქიკას ამშვიდობს, ანუ საფრთხეს არ ელოდები, თავის საუკეთესო გონია ყველაფერი იცი, ლაღად ხარ, მაგრამ როგორც კი რაღაც ახლის სწავლას იწყებ, ეს ზღვარი წრე უნდა გადალახო და რაღაც ბნელში უნდა გახვიდე და იქ ნათელი უნდა მოფინო რაღაცას, ხო? რაც საშიშია, გეშინია, არ იცი სადაა ბიჯო, გაუვალი გზებია, ახალი თვისებებიდან შეიძინო ახალი დაკვირვებები და ეს ყველაფერი იწვევს ფსიქოლოგიურ დადაბულობას, რაც ადამიანს არ უნდა. გაცილებით ბრალდვილია შენ განათებულ წრეში ისრე და იფიქრო, რომ სამყარო აქ იწყება და აქ თავდება, რასაც ლუარსაბი აკეთებს და დარეჯანი, ხო? ხედან თავიანთ ვიწრო წრეში და ფიქრობ, რომ ეს არ მთელი სამყარო. და მე ეგო გაიძულებს იმდან დაბრმავდე, რომ იმდანად, ანუ ეგოს სადამდე მიყავხარ ეს კიდე საოცარი რაღაცა, იმიტომ რომ წარმოუდგენელ მომენტში შეიძლება მიგიყვანოს და მე ადამიანების ხედან და უკუთრო როგორ შეიძლება ადამიანმა ეს ადამიანი ესე მოიქცეს და ვერც კი წარმოუდგენიათ ეს ეგოს ბრალია, რომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ თვითონაც ძალიან ადვილად შეიძლება მივიდნენ მომენტამდე, ხო? როგორც პლატონიუსმეს მაგალითად გვერდევანიძეს, რომელიც უყვება ძმების ამბავს, რომლებიც გაეყარნენ ერთმანეთს და ჭამენ ერთმანეთს და იმის მაგივრად, რომ დაივიწყოს საკუთარი გასაჭრი ამ შემთხვევაში სადედინაცლო და გაიაზროს, რომ თვითონაც იგივე ელის, ხო? თვითონაც ძალიან ადვილად შეიძლება ჩავარდეს იგივე სიტუაციაში, ის კი არა, რომ ქვეყანა გაწყდეს დაჭრა და უჭამიათ ერთმანეთი, რაც ჩემი საქმეა. არამედ ის, რომ თვითონაც მივან მდგომარეობამდე, მაშინ ოდნავ წამით რომ დავიწყებინე და მიმხვდარიყო ამას, ჩემი აზრით გაჩერდებ, გაიაზრებ და საშინელებას ყველაფრისას გაჩერდებოდა შემოუბრუნებლად ერთხელ წარმოვიდოდა უკან და იცხოვრობდნენ ის და ბეკინა მშვენივრად და ძმასაც მტრად არ გაუხდებოდა, ჯერ კიდე დაუბადებელ ძმას მტრად არ გაუხდებოდა და კაინის და აბელის მოტივია, ხო? კაინის დასულ აბელს კლავს, ხოლო პლატონი ჯერ კიდე დაუბადებელ ძმას კლავს. რამდენად საინტერესო გადააზრება ამ მოტივისა. ხო, წავიდით ისე. ხო, ანუ ეს არის ეგო, ხო, ვიწრო, კომფორტის ზონიდან გასვლა. და მე ლუარსაბი ხდები და არ არის ძნელი ლუარსაბი გახდე, ლუარსაბი თვითკმაყოფილი 10-დან 9 ადამიანია საქართველოში, როგორია ყველაფერი იცის თავისი ვიწრო წრიდან. ანუ თუნდაც მაგალითად ის ფაქტი, რომ ხალხი ამერიკაში მიდის მექსიკის საზღვრის გადალახვით ისე, რომ არანაირ ინფორმაციას არ იძიებენ და რეალობას არ ეჯახებიან, ხო? იმიტომ რომ უფრო ადვილია შეგეგონოს, რომ შენ ვიწრო წრეში რაც ხდება, ის ხდება ამერიკაშიც. ანუ იმდენად ლუარსაბები ვართ, იმდენად გვეზარება საკუთარი ვიწრო წრიდან, კომფორტის ზონიდან გასვლა, იმდენად არ გვინდა ახალი ინფორმაცია, რომ ასეთ საოცრებას ვაკეთებთ, ხო? რომ აბსოლუტურად ბრმად ვადებთ თავს, მივდივართ სადღაც, მე აბსოლუტურად ახალ რეალობაში აღმოჩენები სრულიად უმზეოები ვართ და ეს კლავს, ამ ფსიქიკას გვინადგურებს. ან ძალიან იშვიათი ადამიანი მიდის იქ მომზადებული და არის მზად ახალი სამყაროსთვის და განვითარებისთვის. უამრავი ჩვეულებრივი თათქარიძეა, რომელიც იქ მიდის აზროვნებით, ხო, თათქარიძეობა არ ნიშნავს, რომ გას უქებას სამკეთს ღაბავს თვალები, ეს არ არის თათქარიძე, ეს უბრალოდ გარეგნული მხარეა, რომელიც ასე ვთქვათ, სატყუარაა, ხო, რომ დასცინებ თათქარიძეს თუ შიგნიდან შეხედავ და დაინახავ რითიგევ ხარ მას სინამდვილეში. იმიტომ რომ ლიტერატურა არასოდეს პირდაპირ არაფერს არ გეუბნება. ხო, ასე ეგოთან რაღაცების დანახვა დამღუპვალია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მიყავხარ სიძულვამდე, მიყავხარ განადგურებამდე და კარგი აქედან არაფერი არ გამოდის. ანუ მეორე ვთქვით, რომ პროექცია და რაციონალიზაცია, ავთანდილის ეგოიზმი საინტერესოა კიდე, ხო? მათ რაციონალიზაციაზე რო გადავიდეთ. ეგო გატყუებს, ეგო გეუბნება, რომ სამყაროს აპატარავებს შენი წარმოდგენებით სჭი, რისიც კიდე გჯეროდეს და არა ფაქტებით, სიახლე საჭირო არ არის განყოლი რაც არის, მუდამ იყოს სიკვდილი შენ არ გამოკრებას, უცხოები კვდებიან, ბავშვო. არაადეკვატური ვერ იქნები განსაკუთრებული ხარ, საკუთარი ნაკლი ამაყება ეძებს შენზე უარესებს, რომ მათ უპირატესობით დადგმეს უსტის დაცინვით კვებავ ეგოს. სიცხადე, ყველაფერი ნათელი და ცხადია, ფიქრი არ გჭირდება, ქვიშაზე აგებს სახლს.
შიში სიახლის, რადგან კარგავ ძოვს სიკვდილს, რადგან ამ ქვეყნიური შეგრძნებებით უყურებს სიკვდილს. შიში არადეკვატურობის სირცხული და შიში ბუნების. ანუ ეს ის 4 შიშია, რომელთაც იმართება ადამიანი, რომელიც ეგოთი უყურებს სამყაროს, იმიტომ რომ ადამიანი არასოდეს ეგოთი მართული ადამიანი არასოდეს არ ცდილობს რომ შეებრძოლოს შიშს, გადალახოს ზღვარი, გავიდეს სიგნალებში, გაანათოს, გადგეს განზე და ისე შეხედოს საკუთარ თავს, დააკვირდეს და რეალობა დაინახოს საკუთარიც და სხვისიც. იმისათვის რომ ეგო გატყუებს, როგორ გატყუებს ეგო, ხო? ამაზე ძალიან კარგი მოთხრობა გურამ რჩეულიშვილის ზღვა არც თუ ისე ღელავდა, სადაც ორი მოცურავე მეგობარს ვერ გამოყავს მეორე მეგობარი ან არ გამოყავს მეორე მეგობარი პანიკაში ვარდება და ეს მეგობარი იხრჩება თვითონ გამოდის ნაპირზე და ფიქრობს მე და მთელი მისი ფიქრები არის რაციონალიზაცია და რაციონალიზაცია არის ძირითადად გაიმართლო თავი ცრუ ჰიპოთეზები, ცრუ დილემები, ცრუ არგუმენტები წარმოადგინო იმისთვის, რომ გაამართლო საკუთარი შიშები, გაამართლო საკუთარი ეგო და ეგო ამას მუდმივად აკეთებს. თქვენ თავში მუდმივად არის ეგოს ხმა, რომელიც რაციონალიზაციის გზით გიღვივებთ შიშს, ცდილობს რომ გააძლიეროს, ანუ მაგალითად დავჯერები და დავწყებრო ეს ასე გავაკეთო ეს ისე იქნება, მე ეს დამაკლდება, ეს მოხდება, ის მოხდება, ეს ყველაფერი რაციონალიზაცია, ხო? იმიტომ რომ სინამდვილეში ადამიანმა არასოდეს არ იცის გარე ფაქტორები და მოვლენები როგორ წარიმართება, ალბათ რა ვიცი, 10%-იანი სიზუსტით შეიძლება იცოდა, იმიტომ რომ შენ ძალიან დიდი სიბრძნე გჭირდება, რომ მეორე ადამიანს შიგნიდან ხედავდე, ხო? ანუ ძალიან დიდი ცოდნა გჭირდება სხვადასხვა რეალობებისა და გამოცდილება, რომ თუნდაც ის 10% განსაზღვრო რა მოხდება მომავალში. არათუ ეგოთი დაბრმებული ადამიანი ხო საერთოდ ვერ მიხვდება რა მოხდება მომავალში. ამიტომ მისი რაციონალიზაცია ის რასაც ეგო ეუბნება აბსოლუტური აბსურდია და იმას ემსახურება რომ გაგაჩეროს, არ გადალახოს ხარი, არ სცადო, არ გაბედო. თქვა რომ ერთი კაცი რა შეცვლის, ხო ინდივიდი არაფერია თუ სოციუმი და დაიბრმავა თავი. ანუ რასაც ვთქვათ, რა არგუმენტებიც ის მოყავს, ხო? აქ მაგალითად რა არგუმენტებიც გვაქვს რაციონალიზაციისა. არის მაგალითად ცრუ დილემა, რომ დაგაჯერებენ მხოლოდ ორი ერთმანეთის საპირისპირო არჩევანი არსებობს, ან დაღუპულან გადარჩენა და ის მოძრავი იძახის, რომ კი, მაგრამ რომ მივხმარებოდი, მე მოვკვდებოდი, ანუ მე დავიხრჩებოდი, რომ დამხრჩვალიყავი. მაგალითად, რომ და მე ფიქრობს იმაზე, რომ იქნებ თვითონ ადამიანშავი იმაში, ხო, პანიკაში ჩავარდა, წიხლი კრა და ჩაძირა, ანუ არ დაეხმარა მეგობარს, პრაქტიკულად მოკლა. და კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მინიატურა გურამ რჩეულიშვილის ნუგეში, სადაც მთავარი გმირი რინგზე მარცხდება, შემდეგ მეგობრებს გამოეპარება, გზაში მიდის და ფიქრობს და ისევ რაციონალიზაცია და ფიქრობს ასეთ რამეს, რომ მე ვარჯიშა ისე როგორც ჩემი მოწინააღმდეგე ვარჯიშობდა, ხო, აუცილებლად დავამარცხებდი, მე რო არ მელოთა და მაინც რა მაგარი ვარ რომ ვილოთე და მაინც ესე ეძნავდა, ანუ ეს მთელი არგუმენტაცია, ხო, რაციონალიზაცია, რომ დაფარო საკუთარი სისუსტე, არ შეხედო საკუთარ თავს გარედან, არ დაინახო, არ მოусმინოს ინდისის ხმას და შემდეგ და შემდეგ. ცქიტო ქვია მგონი თავად გმირს და აქაც ზუსტად იგივეა, რომ ვაღიარო სახალხო დანაშაული, რას უშველი, გაფუჭებული საქმე აღარ გაკეთდება და ამ რაციოს ხმის მთავარი, ასე ვთქვათ, მთავარი კოლიზი რაც არის ის, რომ ერთ შეხედვით იმდან ცხად რაღაცას გეუბნება, რომ აზრით ჩერდება და იქით აღარ მიდიხარ, ხო? იმდენად ნათლად და ცხადად გეუბნება რაღაცას, რაც ნამდვილად მარტივია, რომ აღარ ფიქრობ. იგივეა, აბასხვანაირად როგორ შეიძლება, ანუ რომ ვაღიარო სახალხო დანაშაული, რას უშველი გაფუჭებული საქმე აღარ გაკეთდება, როგორც ბიბლიაში წერია, გაბნეული წყალი ერთად აღარ შეიკრიბება, ხო, რაც მოხდა, იმას ყველაფერს უშველი ეკლესიას და ქვეყანას ვერ გაასწორებ, ამიტომ რა აზრი აქვს მოქმედებას. კი ბატონო, აბსოლუტურად მართალი ამბავია, მაგრამ მორალი, მონანიება, კათარზისი, მაგალითი, რაც ყველაფერი ინდივიდისთვისებებია, ხო, ინდივიდის შინაგანი ძალა. ანუ სახალხო აღიარება მორალურ, ანუ
მორალურ ძალას მოგიტანს, ღირსება დაიბადება შენში, ღირსება არ შეგელახება, ხო? ღირსება განცდა იმისა, რომ კარგი ხარ და პასუხისმგებლობა გაქვს, პასუხისმგებლობას დიდო. მონანიებას შეუძლია სული გარდაქმნას, ხო? სულიერი ენერგია უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს. სხვა ადამიანს დაანახოს სიკეთის ძალა და მაგალითად მან შეცვალოს სხვა ადამიანები. ანუ შეიძლება საზოგადოების ცხოვრება აბსოლუტურად სხვა კუთხით დაინახო, იმიტომ რომ მაგალითად ის, რაც იგი შინაგანად ხდება, ამას ვერავინ ვერ ხედავს, მაგრამ გრძნობს, ყველა ინსტინქტურად გრძნობს. ჩვენ გონია, რომ ჩვენ შიგნით რაც ხდება, იმას სხვა ადამიანები ვერ ხედავენ. სინამდვილეში აბსოლუტურად გამჭვირვალეები ვართ, ხო? ინსტინქტურ დონეზე აბსოლუტურად ყველა გრძნობს, რას ფიქრობ მასზე, რა ხარ, ვინ ხარ, როგორი ხარ. არ გჭირდება არაფრის გაკეთება იმისთვის, რომ მეორე ადამიანმა იცოდეს, ვინ ხარ. არ გჭირდება დემონსტრაცია საკუთარი სიკეთის, რომ ამ სიკეთემ თავისი საქმელი გააკეთოს. სინამდვილეში სწორედ ასეთი სიკეთეა ნამდვილი სიკეთე, ხო, რომელიც მარტობაში იბადება, რომელიც სხვის, სცენაზე არ ხდება, არამედ შენ თავთან ღვთის წინაშე ხდება, რომლის დემონსტრაციის არ ცდილობ და რომელიც სწორედ ასეთ სიკეთეს ცვლის შიგნით რაღაცებს, იმიტომ შიგნიდან უნდა მოვიდეს ცვლილება, მორალი გარეთ არ არის, მორალი ადამიანის შიგნითა, ცვლილებები გარედან არიწყება და სოციუმიდან არიწყება. ეს სოციალისტების ძალიან ცდარი მოსაზრება თუ საფუძველია, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი ცდარად მისდევს და საბოლოოდ ამას მიყავხა რაღაც იგიჟემდე, ხო ვთქვათ, ისიც იგიჟემდე, სადაც ადამიანები 24 საათი რაღაცა ერთი იმისთვის იბრძვიან, რომ რასაც მე ვფიქრობ, ის 100 კაცმა თუ არ დაიჯერა, არა 100 არ ყვა, ყველამ თუ არ დაიჯერა ჩემს ირგვლივ კარგად ვერ ვიქნები და ეს არის ეგოს ყველაზე უფრო დიდი და რთული გამოვლინება, ხო, და სიბრმავა ადამიანისა, რომ თulis რომ მორალი ისეთი საკითხია, რომ ვიღაცა უნდა დაგეთანხმოს და მაშინ ამ მორალი თუ არ დაგეთანხმება, მაშინ მორალი არ არის. ამ გავლენის ქვეშ ყველანი ვართ, ვინც იდეოლოგიურ სივრცეში ვიბადები და მათ შორის მეც ვიყავი ამ გავლენის ქვეშ, ხო, ეს მუდმივი მერყეობა იმისა, რომ ვიღაცა უნდა დაგიდასტუროს, რომ მართალი ხარ. ანუ მე არ მჭირდებოდა 100 კაცი დასტური, მაგრამ ერთის მაინც მჭირდებოდა. სანამ არ მიხვდებოდი იმას, რომ არ გჭირდება არავისი დასტური იმისთვის, რომ დაიჯეროს საკუთარი თავის და იცოდე ვინ ხარ და რა ხარ. ამისთვის გჭირდება მხოლოდ განზე გადგომა და საკუთარი თავის რეალურად დანახვა, ეგოსთან ბრძოლა, რაციონალიზაციის თავიდან აცილება და მოქმედება. იმიტომ რომ ყველაფერი იქამდე მიდის, რომ განათლებას რომ მიიღებ, შემდეგ უნდა იმოქმედო, ავთანდილი უნდა გახდე. ანუ ასე რომ ეს არგუმენტი ყველა ძალიან ბევრს აქვს, ხო, რომ აღიარო მე რა, ხო, იმას რას უშველი და ესა გვაქვს მაგალითად დაუსჯელობის სინდრომი, კაცი მოკლავს და რატო უნდა წავიდეს ციხეში, ხო, ის ხო აღარ გაცოცხლდება, მოდი დავუმალოთ, ხო, დანაშაულს ხელი დავაფაროთ. ვიღაცას დააჯახა და აი რა აზრი აქვს ხო, ხო, მაინც ხო აღარ გაკეთდება, ან კიდე გაგიკეთეთ მამანქანას და რაში გჭირდება პოლიცია, ხო, რაში გჭირდება სამართალი. ანუ ეს ერთი მეორე საკითხია, რომ ჩვენი პოლიცია საერთოდ ძალიან შორს სამართლისგან და ჩვენი საბჭოთა სტრუქტურები, სახელმწიფოებრივი სტრუქტურები ტირანულია თავისთავად და ამიტომ ერიდება ადამიანი ამასაც თავის გამომართლებელი მიზეზი აქვს, მაგრამ მეორე მხრივ ადამიანში ყალიბდება ეს განცდა, რომ მორალი გვერდზე გადადის, ხო? მორალი, მონანიება, კათარზისი, მაგალითია, არავინ ხელს არ იწვდეს მალტაში ბებიასავით და არ შეხახატებს რიცას სამართლისთვის და თუ სადმე ინდივიდია, რომელიც ამ ყველაფერს ხვდება და აკეთებს, ანუ იაზრებს, მას ავთანდილი არ აქვს, ვინც დაიხსნის და ასე პარიელები კვდებიან, ავთანდილები არ არიან, იმიტომ რომ ავთანდილების გაყოჩებული ეგოისტი ხალხია, რომელიც თვლის, რომ მე ვიმსახურებ კაცო, მე სხვა საუკეთესო უნდა ვიყო, ძლიერი ვარ, ესე იგი ფეხი უნდა დავაბიჯო, მაგარი ვარ, ესე იგი ყველანაირ უნდა მეთაყვანოს. უმრავლესობასთან მე ავიწყო ყველა ასეა, მაგრამ ჩვენ საზოგადოებაში ეს ჭირია გამოფებული დღემდე. ანუ და ეს უნდა შევცვალოთ, ჩემი აზრით, და რომ შევცვალოთ თითოეულმა ადამიანმა თვითონ და გაიაზროს თავისი მორალი და არა სახალხოდ გამოვიტანოთ, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში ხდებოდა და დღესაც ძალიან პოპულარულია ეს სახალხო არსად არ წავსულოთ იდეოლოგიიდან, ეს სახალხო მორალური განსჯები თოქ-შოუების სახით ძალიან სწრაფად ავითვისეთ, გამოგვაქვს საჯაროდ ეს მორალი და ვლაპარაკობთ ამაზე, ანუ არაფრით არ განსხვავდება ეს სოფლის კრებებისგან, რომლებიც განიხილავდნენ მორალურ საკითხებს,
თუ რამე მოხდებოდა, ხო, გამოყავდათ ეს შეგიძლიათ 80-იანი წლების მომენტ ნახოთ, სადაც ინტერნეტში, YouTube-ში და სადაც ორუბედურ ნარკომანს და ორუბედურ მეძავს საქვეყნოდ აჭენებენ და მათ მორალს განიხილავენ და შემდეგ დიქტორიდან სრულში იძახის, რომ ამ საკითხზე იმსჯელებს რესპუბლიკის მასშტაბით ყველა რა ვიცი, სოფლის კრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან ჩვენ არ გამოსულვართ. ძალიან კარგად მოვიგეთ ეს ამერიკული ток-შოუები. ის და ამ სივრცეში გადავიტანეთ, ხო? ისევ მორალს გავიხილავთ საჯაროდ, მაგრამ არ გვაქვს ეს მომენტი, სადაც მარტო დავჩებით საკუთარ თავთან, სადაც კიდევ ერთი მოთხრობა აქეთ მაშხალები კვაზიმო და ისევ ბოდიში და არ მახსოვს ავტორი და ის ანუ რომელიც ზუსტად ამ ამორალობას ახდენს ჩვენ საზოგადოებაში ხდება და ბოლოში თავარი გმირი თითქოს გმირობას ჩადის, მაგრამ მაყურებელი ჭირდება, ხო, რამპას ჭირდება, სცენას ჭირდება, განათებული სხვანაირად გმირობას არ ჩაიგდენს. ანუ ეს არის ჩვენი პრობლემა, ეს არის ჩვენი მორალური პრობლემა. ანუ ჩვენ გონია, რომ ჩვენ ღვთისმშობლის წინააღმდეგ ქვეყანა ვართ და გასხივოს ნებულები ვართ, ესეც ჩვენი ეგოს პრობლემაა. ანუ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, თუმცა ამ ყველაფერს მოგვარება შეიძლება თუ თითოეული ინდივიდის დონეზე დაიწყება ცვლილებები და ზრა თუ განათლება მოხსნით თითოეულ ადამიანს იმის საშუალებას, რომ შეკიდან შეხედოთ რაღაცებს. მაშინ ის ზრა, რომელიც დაიწყება, იმ ხელა იქნება, რომ ამის გაჩერება არავის აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს გვაქვს გენეტიკურად და ისტორიულად რესურსი იმისა, რომ ინდივიდუალიზმის ჩარჩოებში, ძლიერი ინდივიდები ვიყოთ და ამ ძლიერმა ინდივიდუალიზმმა მოიტანოს ძალიან ბევრი სიკეთე. ეს გვაქვს, მაგრამ თუ არ შევიცადეთ, არაფერი გამოგვივა და ყავა ისევ გამიცედა. ანუ ხალხს ვინ დააჯერებს, რომ შიშა რა არა ვარ, მეორე არგუმენტი, რომელიც ამბიცია, ხო, გარედან მასე ჩანს, მეც მასე ვიფიქრებდი. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ შენ გარედან მაყურებელი არ ახარ, შენ ხომ იცი, ისევ თავს იტყუებს, ხო? ხალხს ვინ დააჯერებს, რომ შიშა რა ვარ, გარედან მასე ჩანს, მეც მასე ვიფიქრებდი. აი ასე გატყუებს ეგო, გადაყავს. ცხად რაღაცებს გაფარებს თვალზე ლოზუნგებით, ხო? სიტუაციებს აგებს ისეთ რაღაცებზე, რაც არ არის. ფაქტზე კი არ აგებს, მაგრამ აი ასე რომ ყოფილიყო, ასე იქნებოდა და ესე იგი ეს ჭეშმარიტება. მაგალითად მე ძალიან ბევრი ადამიანი მაშინ მეუბნებოდნენ ერთი და იგივე რაღაცას გეუბნებიან, ხო? იმიტომ რომ მხოლოდ ინდივიდს მოაქვს ცვლილება საზოგადოება ერთმანეთს გავს და მათი ან პრაქტიკულად ერთი და იგივე ეგოთი მართული ხალხი ერთი და იგივე რაღაცას აკეთებს. ანუ როგორ ამბობს ანა კარენინას დასაწყისში ტოლსტოი, რომ ყველა ოჯახიო ბედნიერია ერთნაირად, მაგრამ უბედურია თავისებურად, ხო? აი, შეიძლება ითქვას. რომ ყველა ადამიანი ამორალურია ერთნაირად, მაგრამ მორალური სხვადასხვანაირად. ანუ არ უნდა ააგო მსჯელობა იმაზე, რაც ფაქტი არაა. ფაქტი ისაა, რომ შენ იცი და ხალხი რა შუაში, ხო? ხალხს ვინ დააჯერებს, რომ შიშა არა. ესეც ბედია, მე გადავრჩი. პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, სუნთებლურად არ უნდა გიხაროდეს, რომ გადავრჩი. სიმართლე არ მოგასვენებს, როცა ყველაზე ნაკლებელი, მაშინ შეგახსენებს თავს, მიწევა იქნება, თავს ვერაფრით დაიცავ. ანუ როცა ყველა რაციონალიზაციის დასრულს, როცა ყველაფერს გაიაზრებს ეს მთავარი გმირი და წასვლას დააკრებს, სწორედ მაშინ აღმოაჩენს, რომ მკვდრის ხალათი აცვია, ხო? და ეს არის ყველაზე საზარალი შეხსენება იმისა, თუ რა მოხდა, ანუ ეს არ გაგანებებს ეს თავს, ყველაზე საზარეულ მომენტებში გაგახსენებს თავს, ეს არის ტანჯვა უტანელი, მორალური, არა ადამიანური ტანჯვა, რომელიც მინდიასაც აქვს და ეს ცნობილი ფაქტორი, რომ ავაზაკები დამპლები არიან, ავაზაკები უგრძნობები არიან, ავაზაკებს არ შეიძლება თანაგრძნობა გაუწიო. მე მგონი ჰუმანური, ვაჟას ჰუმანური დამოკიდებულება მთლიანად ცვლის ამას მინდიას სახით და გეუბნება, რომ ავაზაკები არიან ყველაზე უფრო ბედური ხალხი, ყველაზე უფრო დიდი ტანჯვის მზიდველი ხალხი, რომელთა თანაგრძნობა ძალიან ადვილია, ანუ და ეს ქრისტიანული მორალის მთავარი ისაა, ხო, რომ ანუ უნდა ცოდვილი უნდა შეგეცოდოს და ცოდვილი შეცოდება ადვილი. მთავარი ეგოდან არ შეხედო. მთავარი ასე არ შეხედო, ხო, მე ეს არ გამიკეთებია, მე ამას არ გავაკეთებდი, ამიტომ უფროს დამყარის არის ხარი. ეს ასეთი და ისეთი, ხო? არამედ შეხედო, რომ ადამიანია, აკეთებს, ესე იგი მეც ადამიანი ვარ, მე შეიძლება გავაკეთო, მოდი გარედან შევხედო, ხო? რა განიცადა, რა სად მოიტყუა თავი, სად წავიდა არასწორი მხრიდან და რა არის ამის საფასური.
და როცა ამ ყველაფერს გაიაზრებ, არასდროს აღარ მოგინდება ცუდი საქციელი გააკეთო, ამიტომ ფხიზლად იქნება. ის იმას ნიშნავს, რომ არ გააკეთებ, ხო? ბევრი შანსი გექნება, მაგრამ ფხიზლად იქნები, რომ არ გააკეთებ. ყალბი თანაგრძნობა. მე ეძახის, რომ ცოდვა მაგის დედაჯობია მკვდარი ეგონოს. რაც რა თქმა უნდა, ყალბი თანაგრძნობაა, ხო? დიდი სიამოვნებით გაუცვლიდი ადგილს, მაგრამ ის დაიხრჩო. როცა არაფერი გამუქრება ადვილია მსხვერპლზე ვლაპარაკი, ერთ-ერთი მაგალითი კიდევ რაციონალიზაციის, ხო? გადარჩა და ხა ეძახის, რომ დიდი სიამოვნებით გაუცვლიდი ადგილს, მაგრამ რა ვქნა? თქვა ცინიზმი. ჭირში და ხილში გვერდზე ედგე ადამიანს შენ უკეთ ხედავ მის სწორი გზების მონახვა შეიძლება მის სულიერი მდგომარეობის გასაგებად და შესაძლოად არ მისცე დაცემის უფლება გამოაფხიზლო გამოგეჩო სიკვდილით კლანჭებიდან შთააგონო მისი უკეთესი ბუნება გააღვიძო ეს ავთანდილია ხო რომელიც არ იძახის მხებს არ ეჩერჩავს და არ იძახის მე რომ და ავთანდილის რაციონალიზაცია საინტერესო იქნებოდა ხო ეს კონტრასტები და იმის წარმოდგენა როგორები იქნებოდნენ ჩვენი საყვარელი გმირები თქვათ ისინი რომ ანტიგმირები ყოფილიყვნენ ძალიან ცხადად განახებს იმას ვინ არის სინამდვილეში ავთანდილი ანუ მაგალითად ავთანდილს რო დაიწყო რაციონალიზაცია ეთქვა რა ვქნა კაცო ტარიელს ბედმა არ გაუმართლა ხო იმან დაკარგა სათქმე არ დამიკარგავს გამოვკალი და მაგის გულისთვის ცხოვრებას ვერ გავამწარებ ხო როგორც ეგოისტი ადამიანი შეობს რა ვქნა ბატონო გამოვკალით არ ვარ გმირი ეს გამოცხადება საკუთარი ნაკლის ამოყად და ამ პარტამოადრას თვამრავი ადამიანი აკეთებს რომ მოვკალით ეხლა რა სიტყვით ჩემგან და შემდეგ ანუ მაგალითად ავთანდილს რო ეთქვა მე თუ არ ვიტყვი ვინ გაიგებს რომ ადრე გამობრუნდი რამდენიმე დღით მაინც არაფერი გამოვიდოდა და თინეთის გული ეტკინება რა აზრი აქვს ყველაფრის თქმას ეს ის მომენტია როცა ავთანდილი ფიქრობს უკან გაბრუნდეს თუ არა და ძალიან ბევრი ადამიანს რჩება ეს არ აქცევენ ამ მომენტს ყურადღებას ხო ავთანდილს სამი ძალიან ცოტა დრო რჩება დათქმული დროიდან დათქმული დრო თუ გავიდა მაშინ შერბანდინი ეტყვის როსტამას თელ ამ ამბავს და ავთანდილი დაკარგავს ნდობას, დაკარგავს რეპუტაციას, დაკარგავს ყველაფერს სოციალურს, რაც გააჩნია და ანუ სასწორზე დგას ხო, რომ ბოლო ანუ და უკან დასაბრუნებელი გზა არ ექნება ავთანდილს და სასწორზე დგას ის, რომ ავთანდილმა უნდა გადაწყვიტოს დაიტოვოს უკან მოსაბრუნებელი გზა და გარანტიებით ბოლომდე გაყვეს თავის ფიცს ხო და აქ ჩვეულებრივი ადამიანური ის აქვს შინაგანი ჭიდილი აქვს ავთანდილს რამდენჯერმე ცხენსაც კი მოაბრუნებს რაც იმას ნიშნავს რომ ავთანდილის თავში ერთმანეთს ეგო და ღმერთი ხო დეუს და რაციონალიზაცია ჩვეულებრივი ამბავია შეგვიძლია იქ ავტორი არ წერს მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ ვალაპარაკოთ ავთანდილის სპეკულაცია გავაკეთოთ ასე ვთქვათ ლიტერატურული სპეკულაცია და ვთქვათ რა სიტყვა ავთანდილი რას იფიქრებდა იმიტომ რომ პრინციპი ვიცით და შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ გავბედოთ და აქ ავთანდილს შეეძლო ხო ესე თქვა მე თუ არ ვიტყვი ვინ გაიგებს რომ ადრე გამობრუნდი ხო თინეთის გული ეტკინება როგორც ის იძახის რომ ცოდვა დედამისი ჯობია დაკარგული იქონოს ვიდრე მკვდარი მაგრამ ავთანდილი ირჩევს ზიდოს პასუხისგებლობა არ უღალატოს თავს მართოს თავისი გასაჭირი ანუ როსტამას ამერე იქ ხალხს ვინ დააჯერებს რომ შიშარა არა ვარ ხო ავთანდილსაც შეიძლებოდა თქვა როსტამას ვინ დააჯერებს რომ მოღალატე არა ვარ მეც მასე ვიფიქრებდი თვითონ ხომ იცის რისთვის მიდის მეც მასე ვიფიქრებდი მაგრამ ფაქტზე უნდა ხო შენ ხო იცი რისთვის და ხოდი შენ ხო იცი ვინ ხარ რა მნიშვნელობა აქვს ის რა გონია ხო იმიტომ რომ თუ შენ დამალე ის ვინც ხარ მაინც ყოველთვის თავს შეგახსენებს ასე თუ ისე საზარელი ფორმით და კიდევ უფრო საშინელს გახდის შენ ცხოვრებას იმიტომ რომ ცეც ის ბიჭი ხო აღმოაჩენს რომ მკვდრის ხალათი აცია და ეს შეზარავს ხო დანაშაულის შეგრძნება რომელიც ეკიდება უზარმაზარ ტვირთად დღეიდან რომელიც დაავიწყრობს მისთვის სამყაროს ტრებით ავსებს სიძულვილით და ბნელი ფერებით ავსებს მაგრამ ვერ ხვდება ამას შემდეგ ავტორი ესე ამთავრებს მოთხრობას რომ ტყე კიდევ უფრო ჩამოხდა და კიდევ უფრო საზარავად შრიელებდა ხო ცხოვრება კიდევ უფრო რთული ხდება თუმცა ადამიანი ამას ვერ ხვდება რაციონალიზაციის დროს ხო ბედია მე გადავრჩი ტარიელს უბედურება დაატყდა თავს ჩემ ბრალი ხომ არა კარგად ვარ ხო ამას ძალიან ბევრი იძახის არა შენი ბრალი არა რომ კარგად ხარ მაგრამ ჩემი დამსახურება არა კარგად ხარ
ხო, უბრალოდ გაგიმართლა, ანუ შენ სამოთხე გარეთ ჯოჯოხეთია, მაგრამ ეს იმას არ შევს, რომ ის ჯოჯოხეთი შენ არ მოგწდება, ხო? და ნამდვილი სამოთხე ამქვეყნად მხოლოდ სულია, ადამიანის ერთადერთი რაც გააჩნია საკუთარი შინაგანი სამყაროა, აზრთა სინათლე, სინდისი, ღირსება, პატივი, რასაც ჩვენ რაც სულში მოიაზრება, ხო? და თუ ეს დაკარგე, მაშინ ამ ქვეყანას ყველაფერს კარგავ და ავთანდილს ესმის, ხო? ამიტომ უნდა გახვიდე შენი სამოთხიდან ჯოჯოხეთში, რათა გაანათო ბნელი, რათა დაეხმარო მოყვარს, ხო? რათა ამ გზაზე შენ თვითონაც დაიხვეწო, რათა შეასრულო შენი ნამდვილი მისია, ანუ სენტ-ეგზუპერი იძახის თავის ადამიანთა მიწაში, ესეთ რაღაცას თუ არ ვწდები ადამიანთა მიწაში იძახის, რომ ყველა არსებას აქვს ღვთით ჩადებული მისია, რაღაცა რაც მის მთავარ ბედს შეადგენს, ხო, რისთვისაც იბადება ადამიანი, ნებისმიერი არსება. თუ თქვათ იქ ქურციკებია, რომლებსაც უდაბნოში იჭერენ და შემდეგ შემოღობილში ყავთ, მაგრამ ეს ქურციკები ვერ ცოცხლობენ, ხო, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლისთვის ყველანაირი გარემო აქვს, ხო, არც მტაცებელია, არც უდაბნო, არც უწყლობა, არაფერი არ არის და ფიზიკურად გადარჩებიან, მაინც ღობესთან კვდებიან, ხო, და ეგზუპერი იძახის, რომ ისინი კვდებიან, იმიტომ რომ ვერ ასრულებენ თავიანთ ყველაზე დიდ დანიშნულებას, მისიას, რომ ქურციკი ვაღად უნდა დარბოდეს უდაბნოში, ხო, მიუხედავად ყველა საფრთხისა და უზარმაზარ ნახტომს უნდა აკეთებდეს და ეს სილაღე ბუნებასთან შერწყმა არის ის მისია, რისთვისაც იბადება ქურციკი. ხოლო ადამიანი კიდევ უფრო რთული არსებაა, ხო, ადამიანი იბადება ამისთვის, ადამიანი იბადება იმისთვის, რასაც ავთანდილი აკეთებს. თუ ამას არ აკეთებ, მაშინ შენ ნამდვილ ბუნებას ამახინჯებ, ანგრევ და ეს ტანჯავს, განადგურებს და რაღაც საშინაო უსკოლში გაგდებს. თუმცა ადამიანს ეს არ ესმის, იმიტომ რომ არსებობს ეგო, არსებობს რაციონალიზაცია, არსებობს უფრო მეტად არსებობს ეგო, რომელსაც ვერ ვუახავთ, ხო, რომ ვერ ვუყურებთ საკუთარ თავს გარედან არსებობს სოციუმი, არსებობს იდეოლოგია, რომელიც გვატყუებს, არსებობს ტყუილი, ხო, სიცრუე, რომელიც თავია ყოვლისა უბადობისა. პროექცია, ანუ არ განსაჯო, რათა არ განისაჯო. ანუ პროექცია არის გარდა რაციონალიზაციისა, რომ ის რავი რაღაც მარცვლის რაღაცნაირად მომობითავი, რომ ამეხსნა პროექცია კიდევ ერთი ასე ვთქვათ დამახასიათებელია ეგოს, რომელიც კიდევ გვაგდებს უფრო უარეს მდგომარეობაში. პროექცია არის, რომ რაღაც შიში, ისიც გეშინია ამ შიშს არ აღიარებ და შემდეგ საბაბს ეძებ, რომ მეორე ადამიანისკენ მიმართო სიძულვილი, რომელსაც ეს შიში იწვევს შენში, ხო, ანუ საკუთარი შიშები იწვევს სიძულვილს, რომელიც გადაგაქვს მეორე ადამიანზე. იმიტომ გეშინია ყველაფერს და გძულს ყველაფერი, რაც პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენს შენთვის და ეს პანიკური და უმართავი, ეს არის არაფრიდან გამომდინარე სიძულვილიც უმართავია და შემდეგ ესეც საინტერესო რაღაც ხდება, რომ მეორე ადამიანზე გადაგაქეს და მე უკვე იმ ადამიანს ებრძვი. და გონია, რომ თუ იმ ადამიანის დემონიზაციას ახდენ და აქედან ხდება უკვე სამყაროს დემონური აღქმა, ხო, სადაც ადამიანს მართავს პროექცია და არა იგისგან ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო, ხო, ღვთაებრივი, რომელიც გარედან უყურებს ამ ყველაფერს და ზდის საკუთარ ენერგიას დამოუკიდებლად ყოველივე ამისა, არამედ ის, ასე ვთქვათ, რაც რელიგიას ატანურს ეძახის, რომელიც დამანგრეველია. და საინტერესოა კიდე ის, რომ ეს შინაგანი, როგორც მაგალითად პატარა ფირიდან უზარმაზარი გამოსახულებები ჩნდება ეკრანზე, ასევე ჩვენი შინაგანი სამყაროც ასეა მოწყობილი, ხო? ჩვენში არის ხატი, სიმბოლო, არქეტიპი რაღაცისა, რომელიც შემდეგ პროეცირდება, ანუ როგორც ფირი გადის გარეთ და განეფინება ყველაფერს, ასე განეფინება, ანუ პროექციის ქართული შესწყვისი განეფინება, ასე განეფინება სამყაროს და უკვე ამ ფილმს ვხედავთ ჩვენ შიგნით არსებული ფირის განფენილობას ვხედავთ მთლიან სამყაროში, ამიტომ რა არის შიგნით, რა არქეტიპია, რა განწყობაა სამყაროს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შემდეგ ამის განფენილობა, ამის პროექცია მთელი სამყარო ჩვენთვის. ამიტომ გვჭირდება განსაკუთრება იგით ყოფნა და შეხედვა, ხო, რომელ არქეტიპს, რომელ
ლოგიკურ პროექციას რა ძირითად მარცვალს, რა მარცვალი დევს ჩვენში, ხო, ეს ღვიძლია თუ ხორბალია. ამის გაგებაც ძალიან რთულია, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურ სიცხადეებში დაბადებული ადამიანებისთვის, ხო, ირგვლივ სადაც არ უნდა მოხდეს უფრაზე თუ ანუ ძირითადად დიდი მოკეიკრეა და ვთქვათ ნაცისებთან დაახლოებებთან ყველგან საშინელი ის არის როგორ უნდა ვთქვათ დაპირისპირება და აგრესია იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ეგოთი ხელმძღვანელობს და პროექციით ხელმძღვანელობს ხო და მე ვარ განსხეულება ანუ მე ვარ საუკეთესო ობიექტი იმისთვის რომ ამომიღო მიზანში როგორც განტარების ვაცი იმიტომ რომ მე აღუძრავ ჩემი არსებობით საუბრით სიტყვით მოქმედებით იმიტომ რომ ჩემი სიტყვა საქმე და მოქმედება გახლეჩილი არ არის მე არ ვიტყუები არ ვატყუებ არავის არ ვუყურებ ხო გარშემო ანუ ასე ვთქვათ კასტმამებელი არ ვარ არ ვფიქრობ როგორ მომიქცე ისე რომ ყველა სიკვდილი ვამო არამედ ვიქცევი ისე როგორც ბუნებრივია ჩემთვის რაც არის რაც აღულებს ხო იმ შიშს და სიძულს რომელიც იმ ადამიანებს აქვთ პროექციის ძალით იმიტომ რომ ის ადამიანები გაურბიან იმას და კლავენ საკუთარ თავში იმას, რასაც მე ვზრდი და ეს იწვევს მე იმას, რომ მუდმივი განტარების ვაცი და სიძულვილის თავდასხმის ობიექტი მე ვხდები და ეს მუდმივად ხდება აბსოლუტურად ყველგან. საბოლოო ჯამში იქამდე, რომ პრაქტიკულად ანუ და მართლა არაფერს ვაშავებ. მართლა. ასე რომ ანუ ეს შეუძლებლობა იმისა, რომ ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკონ, ეს მუდმივი დემონიზაცია, ანუ გრიგოლ ხანძთელი იცახდა ხო, რომ სადაც ქართული თემითა წირვა შეიწირვის და ლოცვა აღევრინების ყველგან საქართველოა და ყველგან საქართველოა, სადაც ჩემი ტელეფონის თორე წამი ყველგან საქართველოა, კარგი გაზრზავება გაჩერებული, ყველგან საქართველოა, სადაც ორი ადამიანი მოახერხებს ერთმანეთთან კომუნიკაციას და არა ეგოთი დაბრუნებული, არა პროექციით, არა სამყაროს დემონიზაციით, არა განსჯით, არამედ სხვა პრინციპებზე დაფუძნებით, ხო, სადაც გარედან ვუყურებთ საკუთარ თავს, სადაც პატივსცემთ ერთმანეთის სუბიექტურ რეალობას, სადაც გვესმის, რომ გვესმის მეორე ადამიანის ანუ გვესმის ცდილობთ გავიგოთ მეორე ადამიანის დამოკიდებულება სამყაროსთან, სადაც ვეძებთ ჭეშმარიტებას, სადაც სიყვარულით, თანაგრძნობით, მონანიებით ვუდგებით ადამიანს და არა პირიქით, ხო, სადაც კი არ განსჯით, არამედ ვცდილობთ გავიგოთ, სადაც ვზრდით ერთმანეთში უკეთეს ადამიანებს. თუ ორ ადამიანს შორის მსგავსი კომუნიკაცია ხდება, მაშინ იქ უკვე საქართველოა, ხო, მაშინ საქართველო ჯერ კიდე არსებობს და მნიშვნელობა არა აქვს, ხო, რამხელა მასშტაბი, იმიტომ რომ სამყაროც ერთი დიდი დღეა, ხო, და საქართველოც ანუ ღმერთიც ორ ადამიანს შორისაა, ყველაფერს პატარა მოდელი აქვს, რომელიც მე იზრდება, ფართოვდება და დიდ მასშტაბებს იძენს, მაგრამ აქედან იწყება. და სიმართლე რომ ვთქვა, მე მსგავსი კომუნიკაცია მეტნაკლებად შემოსწავლეებთან მაქვს, რომლებიც მისმენენ, იზიარებენ და მიბრუნებენ იმ ველში, სანამ ჩემთან არიან ერთი წელი ხო და ქართულში მზადებიან, და ეს მოსწავლეებიც უკვე პრაქტიკულად აღარ არიან, თითოეულ მოსწავლეა, მაგრამ მაინც ხო არის, ეს უკვე კარგია. იზიარებენ ამ ყველაფერს და გიბრუნებენ, მაგრამ როგორც კი უკვე გადიან ამ ველიდან და საერთო ველში ექცევიან, უკვე ვეღარ ახერხებები რომ განვითარებას და ეს ურთიერთობა წყდება. ანუ მე პირადად ამ საზოგადოებაში მეტი კავშირი, ანუ ჯერჯერობით ვერ მოვნახე ვერც სტალიელი, ვერც ავთანდილი, ვერც ასმათი, ვერც თინათინი და ვერც ნესტანი კი სიბრძნე არის გამოგეტილი. ნესტანები და ტარიელები უფრო არიან, აი თინათინი, ასმათი და ავთანდილი. ფეხი ფეხზე წამოდებულები სხედან და თავიანთ ცხოვრებას, ასე ვთქვათ, თავიანთ სამოთხეს კარგ ღობეს ავლებენ, რომ იქიდან არავინ გადმოვიდეს ჯოჯოხეთიდან. ანუ როგორც ხედავთ, ეს სიმბოლოები მაძლევს იმის საშუალებას, რომ
მეტაფორული ეს არის მეტაფორული ენა, ხო, ენის მეტაფორულობა ეს არის მეტი არაფერი, სამოთხის სიმბოლო შემიძლია სულ სხვადასხვა მიმართებებში, სიტუაციაში, ალეგორიებში გამოვიყენო ირონიულად თუ სარკასტულად თუ ამ შემდეგ ეს საწყალი ტელეწამყვანი გიორგი რომელმაც ქრისტე ხო იქ ცოტა ისეთი ასე ვთქვათ უხარისხო მეტაფორული ენა გამოიყენა ხო თქვა ქრისტეს გასაკრავ ჯვარი არ დარჩებოდაო ივანიშვილ მოემდენი ის ხე წამოიღო რაც თავისთავად არც ლამაზი იყო არც მეტაფორული ანუ უკეთ ჩავარდნილი მეტაფორული ენა იყო ხო რაღაცა კარიკატურული იყო ის მაგრამ ამან გამოიწვია მე ქართული მარშის აღელვება ხო რომლებიც თავს დაესხნენ ამ ადამიანს იმიტომ რომ ეს არის ეს ქართული მარში ეს მართლმადიდებლური ისინი არის ის ადამიანები რომელთა შიგნით არქეტიპი არის ეს დემონიზაცია საკუთარი ეგოსგან დიდება პროექცია და ამას აკეთებენ კიდევაც და გამოხატავენ კიდევაც რეალურად თუნდაც ვთქვათ ეს ბოლო დროინდელი თავდასხმები გეი აქტივისტებზე ხო ესეც აბსოლუტურად პროექციის გამოვლინებაა თუმცა რა თქმა უნდა დამოკიდებულების გამოხატვა სხვადასხვანაირად შეიძლება მაგრამ ფუნდამენტალიზმი პროექცია და დემონიზაცია არავის არ შორის არც იმათ და არც ამათ ანუ ერთ საათს გადასცა ჩემი საუბარი და ჯერჯერობით უნდა შევისმენო თუ შევძლებდი გაგრძელება იმედია რაღაცას თავი მოვაბი ხტი გავხადე თუ არა და როგორც ილია იტყოდა უქმად ჯდომას უქმად შრომა ჯობია